დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 25 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ითანამშრომლებენ თუ არა ხაზარაძე ჯაფარიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. უმრავლესობის განცხადებით უარი კომისიასთან თანამშრომლობაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. ოპოზიციაში კვლავ აცხადებენ, რომ არ აღიარებენ პარლამენტის მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას. შეგახსენებთ, დღეს განიხილება ბენზინგასამართის სადგურების ქსელის მაგნატის სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმე, სადაც TBC ბანკის სახელით ფიგურირებს კომპანია, რომლის ნავთობიმპორტიორთა ბაზრის 10%-ს ფლობდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს მალევე დავით გეზერაშვილთან ასოცირებული ფირმის საკუთრება აღმოჩნდა. ყოფილ ბანკირებთან ერთად დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს. Ჟელებს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ეხება ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, რომელსაც საზოგადოება იცნობდა მაგნატის სახელწოდებით და ეს ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს მონაწილეობდა TBC ბანკი და მისი მესვეურები. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავად გააკეთებენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდებიან თუ არა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაზე. ეს პარლამენტი არის ქმედულუნარო. ქმედულუნარო იმას ნიშნავს, რომ ის არის დაკომპლექტებული 99 წევრისგან, მას არ შეუძლია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მიგოჩნია, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც იქ იმართება, მით უმეტეს საპარლამენტო საგამოძიებო პერფორმანსი, ეს არის აბსოლუტურად პროპაგანდისტული მიზნით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ თავი აარიდონ იმ ხილებას, რომელიც მათ მოუწევთ საზოგადოების წინაშე ისეთ საქმეებში, სადაც 2012 წლამდე მოქმედ სადისტურ რეჟიმთან ისინი პირდაპირ გზით თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ ამ რეჟიმის წარმატებას და იმ დანაშაულებრივი პროცესების წარმატებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებიდან მომდინარეობდა. არ არის ხაზარაძე და ჯაფარიძის ნებაზე დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კომისიის დავალებას. პოლიტიკური შეფასებები გრძელდება საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაწყებულ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციას გასაჩივრების დროს დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია მაშინ, როდესაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის დასტური, რომ კანონი არ ებრძოდა მესამე სექტორს. პოლიტიკური დისკუსიის თემაა ამერიკული ფარას კანონიც, რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ კანონი ქართულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სახელმწიფო პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამერიკული კანონმდებლობის შემოღება ოპონენტების მხრიდან სპეკულაციების დასრულებისთვის გადაწყდა. არ ვიცი საიას რა არგუმენტები ქონდა, მაგრამ ფაქტია ის, რომ თავად ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ რუსული კანონი რეალურად ვერ მოიყვანეს მოქმედებაში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ის დრაკონული ჯარიმები, რომელიც კანონით იყო გათვალისწინებული, ვერ აღასრულეს. შესაბამისად, გასაგებია, რომ ამიტომ შემოაქვთ ახლა ვითომ ფარას ანალოგი, რომ გააკეთონ ის, რაც წინა მოდელით ვერ გააკეთეს და კიდევ უფრო მეტად შეძლონ სამოქალაქო სექტორის გაქრობა და დასავლეთის ტრანსგამოცხადების რეალური ქმედებები. უნდა იცოდნენ, რომ თვითონ სარჩელის შეტანაც რა თქმა უნდა აბსურდთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ეს ძალიან მარტივი 6 გვერდიანი კანონი არ ეწინააღმდეგება არანაირ, ასე ვთქვათ, სამართლებრივ სტანდარტებს, არანაირ ევროპულ სტანდარტებს, არანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს. ეხლა ფიქრობენ, რომ საერთოდ კოპირებულ ამერიკულ კანონსაც შეიძლება დაარქვან რუსული და კიდე დააჯერონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამაში ვერავის ვერ დააჯერებენ, გარდა თავისი აქტივისტებისა და გარდა იმ NGO-s აქტივისტებისა, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან. ამის შესახებ თბილისის მერმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. კახა კალაძის თქმით, ის დედაქალაქის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს და ვერავინ იტყვის, რომ თანამშრომლებს ის პირად მხარდაჭერას ან პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერას თხოვდა. ჩვეულებრივი სპეკულაციებია, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს
თქვენ მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა, გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერიაში დაგეგმილი მქონდა რეორგანიზაცია, ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, ტექსტიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ხო? მაშინ თუ პოლიტიკური ნიშნით მინდოდა გაშვება, მაშინ ყველას გაუშვებდი, ხო? არც მაგის პრობლემა იქნებოდა. მაგრამ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება და არ მაქვს ის დამოკიდებულება, რომ ადამიანი განსხვავებული მოსაზრებების გამო სამსახურიდან გაუშვა. 2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი. ვერავინ ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომელისთვის მეთხოვოს ან ჩემს მიმართ პირადი მხარდაჭერა, ან პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერა. 31-მდე თანამშრომელი გვყავს მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში გამგეობების სიპები აიპები. რა თქმა უნდა, ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერი არ არის. ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს მათი უფლებაა. არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან. საქართველოს პირველმა დიპლომატმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, საქართველო აფასებს იმ პოზიციებს, რასაც უნგრეთი ევროკავშირის ფარგლებში აფიქსირებს. ორი ქვეყნის გამოწვევები, თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია ის არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ უნგრელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორიალ მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციაც წაიკითხა. რა თქმა უნდა იყო საუკეთესო შესაძლებლობა უნგრეთის ელჩებისადმი მიმართა და გვემსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არის საქართველოსთვის საინტერესო საერთაშორისო დღის წესრიგში და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ იმ პოზიციებს, რასაც უნგრეთი აფიქსირებს ევროკავშირის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს იმაში, რომ მოხდეს პრევენცია იმ არასამართლიანი მიდგომების, რომელსაც ძალიან ხშირად ბრიუსელი იყენებს საქართველოსთან მიმართებაში და კონკრეტული აქტორები. ერიადში ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციებმა 12 საათიანი შეხვედრა დაასრულეს. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები განიხილეს. დღეს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. საუდის არაბეთში რჩება უკრაინის დელეგაციაც მედიის ცნობით უკრაინელები ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან მიმდინარე დიპლომატიური პროცესის შესახებ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. ტემი ბრიუსის თქმით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან და რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების განხილვა მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობებში იქნება შესაძლებელი. სტამბოლის ოპოზიციონერი მერის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთში დემონსტრაციები არ წყდება. ამ დროის მონაცემებით დაკავებულია ჯამში 1123 მოქალაქე, დაკავებულთა შორის 10 ჟურნალისტია. ერდოღანმა პროტესტს ძალადობრივი მოძრაობა უწოდა და დემონსტრაციები დაგმო. პროტესტის ეპიცენტრია ქვეყნის ყველა უმსხვილესი ქალაქი. ანკარაში ღამით პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვეები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეგახსენებთ, სტამბოლის მერი სავარაუდო კორუფციისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის დააკავეს. აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი დაიბეჭდება. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეული იქნება თავმოყრილი. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წლებში ორი კულინარიული წიგნი თევზეული ქართულ სამზარეულოში და კულინარიული მოგზაურობა აჭარაში დაბეჭდა. მესამე წიგნი კი დღის სინათლეს წლის ბოლოს იხილავს. კულინარიულ მოგზაურობას აჭარიდან საქართველოში ვაგრძელებთ. მოგზაურობთ ეთნოგრაფიულ საქართველოში. წიგნი მოიცავს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს კულინარიას, მთასა და ბარს. გაერთიანებული არის დაახლოებით 150-მდე ავთენტური ქართული კერძები, რომელიც ქართულმა ერმა ყოფამ ჩვენამდე შექმნა და ჩვენამდე შემოინახა. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი იყო ამ შემთხვევაში ის, რომ ერთის მხრივ ქართული მრავალფეროვანი კულინარია კიდევ უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა და წარმოგვეჩინა და რა თქმა უნდა, მოგვეხნინა გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია.
ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.ჭ.ჯიმი განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9-ზე.